ირაკლი კობახიძის შეხვედრა დაახლოებით 80 ბიზნესმენთან 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. პირველების ინფორმაციით კობახიძეს ჰქონდა იგივე ნარატივი, რაც არის ფაქტობრივად მისი დღის წესრიგი. ჩვენი ინფორმაციით ის არწმუნებდა ბიზნესს, რომ რევოლუცია იგეგმებოდა დასავლური ფულით, ასევე არწმუნებდა იმაში, რომ ყველაფერი კარგად მიდის და სანერვიულო ბიზნესს არაფერი აქვს. ასევე დღის წესრიგში პირველების ინფორმაციით იყო ოპტიმიზაციის საკითხი სახელმწიფო კომპანიებში, ასობით ადამიანის გაშვება და ამაზე დიდი ფულის დაზოგვა და კობახიძე ეუბნებოდა ბიზნესმენებს, რომ ამ ფულს უკვე სხვა საკითხებისთვის გამოიყენებს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი არ ყოფილა ისეთი კრიტიკული, როგორც მაგალითად წინა შეხვედრაზე, რომელიც შედგა მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძესგან. სითამამე დღეს აკლდა ბიზნესს და მათი დიდი ნაწილისგან არ მოგვისმენია კრიტიკა. მთავარი საკითხები, როგორც გაირკვა უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ, იყო გამოწვევები, რომელიც არსებობს. თუმცა რა გამოწვევები, რაში ხედავენ გამოსავალს ბიზნესმენები ან თავად ირაკლი კობახიძე შეხვედრიდან გამოსულები, ამ დეტალებზე ძირითადად არ საუბრობდნენ. დღეს ასევე ჩანდა პრივილეგირებული ბიზნესმენების არსებობაც, თუ ერთი ნაწილი შედიოდა მთავარი შესასვლელიდან, რომლითაც სარგებლობენ რიგითი თანამშრომლები და ჩვენ გვქონდა მათთან გასაუბრების შესაძლებლობა. მეორე ნაწილი ბიზნესმენების, ეგრეთ წოდებული პრივილეგირებული ბიზნესმენები სარგებლობდნენ ქვედა შესასვლელით, ირაკლი კობახიძის შესასვლელით. შესაბამისად, ჩვენ მათთან კითხვების დასმაც ვერ მოვახერხეთ. მაგალითად, ასეთი იყო ნოშრევან რამურაძეს, რომელიც მედიას დღეს თვალით არ უნახავს. შეხვედრა 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ირაკლი კობახიძისგან გამოსული ბიზნესმენები ამბობენ, რომ ბევრი არაფერი გაუგიათ სამოქმედო გეგმაზე, თუმცა ქართული ოცნების მხარდამჭერად მოაზრებული ბიზნესმენები გვეუბნებოდნენ ერთს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ქვეყანაში კრიზისი არ არის. ძირითადად ბიზნესზე იყო საუბარი. რაც თქვენ გაინტერესებს, პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა. თემა არ ყოფილა. ამიტომ არც არავის არ საუბრეს დაუსვეს. ძირითადად ბიზნესზე იყო საუბარი. რა გამოწვევებს პრობლემებზე? გამოწვევი საინტერესო იყო, რომ როგორ გავახმოვო არ ვიცი, იმის შეიძლება ხერხულია, მაგრამ ოპტიმიზაცია იქნება, უსაქმურების შემცირება იქნება, სახელმწიფოში ბევრი უსაქმური ყოფილა. ხო, ეგ ვიცოდით, მაგრამ ეხლა ხდება მათი შემცირება. საინტერესო იყო, სტუდიანი იყო. კრიზისიდან გამოსავლის გზებზე თუ გითხრათ ბატონო თემურ რამე? არა, ესეთი თემა პროგრამული თემები არ ყოფილა. საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან. აქ არის ენერგეტიკის მხარე, აქ არის ზოგადად დემოგრაფიის მხარე, ზოგადად ქვეყნის განვითარება და კურსი. კონკრეტულად რა პრობლემებზე ისაუბრეთ? ყველაფერი კარგად იქნება. საკმაოდ ბევრი საინტერესო საკითხი იყო, რომელზედაც გავცვალეთ პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან აზრები, საკმაოდ ბევრი ახალი ინიციატივაც გაჩნდა. ეკონომიკურ კრიზისი არის საუბრეთ რა? რას ნიშნავს ეკონომიკური კრიზისი? ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში არა, მოდი 4-დან 3 სექტორში ბიზნეს კლიმატი გაუარესებულია, ეს არის ბანკის კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რითაც იზომება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა, არის ეკონომიკური ზრდის პარამეტრი. ამით საქართველოს ევროპულ ქვეყნებს შორისაც ლიდერია და მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს. ერთად ეკონომიკაზე, მომავალზე და გამოწვევებზე. მომავალზე რა გამოწვევებზე და როგორ უნდა დაძიოთ ეს ბიზნესი ეკონომიკაზე საუბრობთ. ეკონომიკურ კრიზისზე იყო საუბარი. ეკონომიკურ კრიზისს როგორ ყველაფერზე იყო საუბარი. საუბარი იყო თუ რა გზით შეიძლება გაიზარდოს ეკონომიკა მაქსიმალურად. გაგვაცნო ეკონომიკური მდგომარეობა და სიახლეები და ასევე ბიზნესაც ჰქონდა საშუალება, რომ კითხვები დაეჭირა.
ბიზნესი იშვიათი გამონაკლისების გარდა რჩება დუმილის რეჟიმში, მათ შორის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავების საკითხზე. დღეს ჩვენ გვქონდა მცდელობა ბიზნესმენებისგან მოგვესმინა, რას ფიქრობენ ისინი. ეს დაკავებები როგორ აისახება ბიზნესის განწყობებზე, ადგილობრივ ბიზნესში თუ საერთაშორისო ბიზნესში და რა დამატებითი გამოწვევები ჩნდება. ბიზნესმენების ნაწილი ამბობს, რომ ბუნებრივია ამ ტიპის პოლიტიკური ნიშნით დაკავებებს ვერ ექნება დადებითი შედეგი ბიზნესის თუ ეკონომიკის განვითარებაზე. ასევე ვიკითხეთ, დადგებოდა თუ არა ირაკლი კობახიძესთან დღის წესრიგში ხაზარაძე ჯაფარაძის საკითხი, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესმენებმა თქვეს, რომ ფორმატი არ ითვალისწინებდა ამ ტიპის საკითხების დაყენებას, თუმცა ისინი გამოხატავენ მათი ნაწილი მხოლოდ მხარდაჭერას. ბადრი ჯაფარაძის და ხაზარაძის დაკავებაზე მინდა კითხოთ, ბიზნესზე როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი, ბიზნეს გარემოზე? ეს ჩემი ორი მეგობარი ვარ დაკავებული, მე შეწუხებული ვარ. მე რა გითხრა? ბიზნეს გარემოზე როგორ აისახება ბიზნესმენების დაკავება, შეგიძლიათ გითხრათ? ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის დაკავებასთან თქვენი პოზიცია გითხრათ? უარყოფითად. გავლენას ახდენს ბიზნესის თავისუფლებაზე დაპატიმრებულები ბიზნესმენები. როგორ შეიძლება დადებითად ახდენოს? კითხებს მთავრობასთან ერთად თქვენი მედია რო პოზიცია რა არის გიპასუხოთ. მათ დაკავებაზე, შეგიძლიათ რა გითხრათ? პოზიცია უნდა გითხრათ? მე ვერ გავაკეთებ ის არის, ისინი არის ვერ შევალ ამ თემაში. ნებისმიერი თემა, რომელიც ახლა პოლიტიზირებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, ამას კომენტარს ვერ გავაკეთებ. ბიზნეს გარემოზე როგორ აისახება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავება? თქვენი პოზიცია როგორია? არ გაქვთ პოზიცია? თქვენი კოლეგები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე და მათ პატიმრობაზე რას უდიდეს პატივს ემ და ძალიან დიდ პატივს ემ ხალხს და თუ იქნება საშუალება გავისაუბრებთ. ისაუბრებთ ამ საკითხზე? მოусმენ პრემიერ-მინისტრს. კობახიძესთან ისაუბრებთ. ну რაღაც სამართლებრივ იმაში ჩავიმოსვლათ ეხლა როგორ კომისიაზე მართლებრივ ჩარჩოში ექცევა ის როგორც დაკავეს, თქვენ ესე უყურებთ, არ უყურებთ პოლიტიკური ნიშნით დაკავება? პოლიტიკური ნიშნით დაკავებას არ უყურებ. ხაზარაძე ჯაფარიძის დაკავების შემდეგ ბიზნესში რა განწყობებია? დუმს ამ დრომდე მსხვილი ბიზნესი. თქვენ რა პოზიცია გაქვთ? ნიშნავს არ გაქვთ კითხვები, რატო დააკავეს თქვენი კოლეგები, არ გაქვთ კითხვები? ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესს კრებს ხოლმე პერიოდულად და ეს ხდება ქართული ოცნების ლიდერების მიმართ სანქციების დაწესების და ქვეყანაში დაწყებული კრიზისის შემდეგ ბოლოს დეკემბერში ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებით დღეს ბიზნესმენები არ გამოირჩეოდნენ თამამი განცხადებებით. შეხვედრას ესწრებოდა ახლად დანიშნული ეკონომიკის მინისტრი, თუმცა ის მედიასთან არ გამოჩნდა, მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული კომენტარი ვნახეთ, რომელშიც ქურივიშვილი ამტკიცებს, რომ მათ კერძო სექტორთან აქვთ კომუნიკაცია და ყველაფერს აკეთებენ ეკონომიკის განვითარებისთვის.